მოდი ცოტა ხანი ესეთი დაშვება გავაკეთოთ, რომ რეალურად მოცემულობაში არანაირი ტრავმა არ არსებობს. აი ფაქტად აღებული ამ მომენტში ჩვენს ცხოვრებაში არანაირი ტრავმა არ არსებობს. გამუდმებით რაღაცებს ვუხსნით რა საკუთარ თავს, განვიხილავთ, ვაფასებთ, აღვიქვამთ, ვახარისხებთ და ის ხდება მერე ჩვენი მოცემულობა, რომელიც ყოველთვის წარსული იქნება, იმიტომ რომ ეს ახსნების მდგომარეობა უბრალოდ ვერ ეწევა აწყოს. ჩვენ არ გვაქვს უნარი პირდაპირ გამოცდილებები მივიღოთ იმ სპონტანური მოცემულობის მიმართ, რასაც ცხოვრება გვთავაზობს. აი რაც ჩემს ირგვლივ ხდება, ამაზე პირდაპირ წვდომა არ მაქვს. რასაც აღვიქვავ, ეს მზის ჩასვლა იქნება, ნიავი იქნება, სილამაზით კბობა იქნება, თუ ბუნებით კბობა იქნება, თუ ტკივილი იქნება, თუ კამათი იქნება. ეს ყველაფერი არის ფიქრების გავლით. გამუდმებით მე ამ მოცემულობას, აი ამ სილამაზეს, ამ აღქმას, ამ სიმშვიდეს ვუხსნი საკუთარ თავს და მერე ვტკბები ამით. რომელიც პირველადი არც არასდროს არ ყოფილა და არც არის. ანუ გამუდმებით მე წარსულში ვცხოვრობ რეალურად. თუნდაც იმითი რომ გონია რომ ზის ჩასვლით ვტკბები, ესეც წარსული ტკბობა არის რეალურად. იმიტომ რომ სანამ მე ვუხსნი საკუთარ თავს, სანამ მე ვხსნი აი ამ მოცემულობებს, მაგამდე ეს ცოცხალი ვერასდროს ვერ იქნება. და მე მჭირდება ვისწავლო, რომ ცხოვრება დავინახო პირდაპირ გამოცდილების ხაზით.